ეს უკვე მე-16 დღე შემშილობის ორმა მოშემშილემ ერთ-ერთმა ტარიელ მიქაცაძემ და მეორემ მირზა ლოლაძემ დაიწყეს მშრალი შემშილობა, რის 2 დღეა უკვე, რის შედეგადაც მირზა ლოლაძე დღეს გადაიყვანეს უკვე საავადმყოფოში დაბალი შაქრის გამო, კომატოზური მდგომარეობის გამო, რაც შეეხება ტარიელს, ტარიელიც ძალიან სუსტად არის, მაგრამ მაინც უარს ამბობს სამედიცინო მკურნალობაზე, სამედიცინო ჩარევაზე და აქედან გამომდინარე ვებრძვით ესე ამ ბედურებას, უსამართლობას და ყურადღების მომქცევი არ გყავდა, არ გამოჩნდა არავინ, რომ ვინმე ყურადღება მოგვაქციოს და ვინმე მოგვისმინოს. მაინც ისევ და ისევ ისე აგრძელებენ ჩვენს იგნორირებას, ისევ და ისევ აგრძელებენ იმას, რომ ჩვენ ვართ რადიკალები, ჩვენ ვართ ბოროტმოქმედები, ჩვენ ვაქცევთ ქალაქს, როდესაც ვიბრძვით იმისთვის, რომ ქალაქი გადარჩეს, ვიბრძვით იმისთვის, რომ ღირსეული სამუშაო პირობები გქონდეს, ვიბრძვით იმისთვის, რომ არ გადაითხაროს ჩვენი ბუნება, არ განადგურდეს ჩვენი ქალაქი, მაინც ჩვენ ვართ რადიკალები და თუ კი ქალაქის დამცველს რადიკალს უწოდებ, მაშინ მშვიდობიანი, ნორმალური, ცივილიზებული ადამიანი რაღა არის, ერთი გამოვიდეს ვინმე და აგვიხსნას და გვითხრას, როგორ მოვიქცეთ მაშინ და როგორ მოვეპყროთ მაშინ ამ ყველაფერს, მივცეთ ნება ჩვენი ქალაქის გადათხრის და გულზე ხელები დავიკრიფოთ და ვსიო მორჩა და გათავდა და უხუროთ ჩვენ ქალაქს როგორ ანადგურებენ და როგორ ანადგურებენ ამ ხალხს, რომლებიც ესე მუშაობენ მაღაროში. პირველ რიგში ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ჩვენი თანამებრძოლები, რომლებიც უკანონოდ დააპატიმრეს და რომლებსაც ემუქრებათ 6-დან 9 წლამდე პატიმრობა, ისინი უნდა იქნენ განთავისუფლებულები. პირველი მოთხოვნა რაც არის. დანარჩენი კიდევ და კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ქალაქის გადარჩენა და ღირსეული სამუშაო პირობები, ღირსეული ხელფასები, ნორმალური ჯანდაცვა. სხვა მეტი მოთხოვნები ჩვენ არ აგვაქვს, რაც შეეხება დანარჩენ შემდეგში გეგმას, ან ისეთი მძიმე მდგომარეობაა უკვე რა. თუ ყურადღებას არავინ არ მოგვაქცევს, ალბათ ნახევარი ქალაქი გადავალთ იმ შიმშილობაზე, იმ უკიდურეს ფორმაზე, რასაც ქვია თვით დაზიანება, პირის ამოკერვა, უვადო შიმშილობა და შევწირავთ იმას თავს, რომ ჩვენი ქალაქი გადარჩეს და ჩვენი თანამებრძოლები ჩვენ გვერდში იყვნენ ისევ და იყვნენ გარეთ და ჩაეხუტონ თავის ოჯახებს და თავიანთ შვილებს. სხვა მეტი გზა, სხვა მეტი ფორმა ჩვენ აღარ გაგვაჩნია.